2026 წლის 18 ივლისი. რუსეთის ქალაქ ტამბოვის ზემოთ, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 295 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, უკრაინული დრონების დამახასიათებელი ხმა ისმის. უფრო ჩრდილოეთით და ბევრად უფრო ახლოს დედაქალაქთან, ელექტროსტალის ქალაქში, ანალოგიური სცენარი ვითარდება, როდესაც ბოლო კვირებსა და თვეებში მრავალი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ასეთ რუსულ ქალაქებში. ჩვეულებრივ, ისინი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების, საწვავის საცავების და კრემლის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ღირებული ობიექტების ძიებაში არიან. თუმცა ამ დრონებს სრულიად განსხვავებული სამიზნეები აქვთ. ისინი საწვავის საცავებს არ ეძებენ, არც ტრადიციულ სამხედრო ობიექტებზე მიემართებიან, როგორიცაა დრონების საწარმოები ან საბრძოლო მასალის საწყობები. ამის ნაცვლად ისინი რუსეთს იქ დაარტყამენ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდება, გახსნიან სრულიად ახალ ფრონტს და კრემლს ახალი ქაოსის ტალღას შეუქმნიან. რადგან ეს დრონები ახლა მხოლოდ რამდენიმე წამში დაარტყამენ რუსეთის უმსხვილესი ონლაინ საცალო კომპანიის საწყობებს, რომელსაც რუსულ Amazon-ს უწოდებენ Wildberries. ადვილი გასაგებია, რატომ უნდა უკრაინას რაკეტების ქარხნების აფეთქება ან დრონებისა და რაკეტების რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებისკენ გაშვება. რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს კრემლის შესაძლებლობაზე უზრუნველყოს თავისი საომარი მანქანის საწვავით მომარაგება და აშკარა გზებით გააგრძელოს კონფლიქტი. თუ ნაკლები დრონი და რაკეტა იწარმოება, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები საბრძოლო მასალა იქნება უკრაინულ ქალაქებსა და დაბებზე გასაშვებად. მეტი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დაწვა ნიშნავს ნაკლებ ფულს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბიუჯეტში. თუმცა ცოტა უფრო რთულია იმის დანახვა, რატომ შეიძლება კიევის ძალებს სურდეთ სამიზნედ აირჩიონ მთავარი ონლაინ ბაზარი, რომელიც ყოველდღიურ სამომხმარებლო საკონელს ყიდის, როგორიცაა ტანსაცმელი, კოსმეტიკა, წიგნები და საჩუქრები. მაგრამ Wildberries უხმოდ, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ომში. კომპანია დაარსდა 2004 წელს და მდებარეობს მოსკოვში. Wildberries არის რუსეთის უმსხვილესი ელექტრონული კომერციის კომპანია. ის იზიდავს მილიონობით ყოველდღიურ მომხმარებელს, ამუშავებს ასობით ათას შეკვეთას ყოველდღიურად და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის გაყიდვებს ახორციელებს. ის ემსახურება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მრავალ ოფსაბჭველი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასაც, როგორიცაა სომხეთი, ტაჯიკეთი, ბელარუსი, საქართველო და უზბეკეთი. რუსეთში ყველა ონლაინ გაყიდვის დაახლოებით ნახევარი ხდება Wildberries-ზე. ეს საყოველთაოდ ცნობილი პლატფორმა, რომელსაც რუსი ხალხი ყოველთვის მიმართავს, როცა სურს სწრაფად და მოსახერხებლად იყიდოს რამე ონლაინში. იქნება ეს ახალი ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ ელექტრონული მოწყობილობა. და ზუსტად ისე როგორც Amazon აშეთეში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში, Wildberries არ ყიდის მხოლოდ საკუთარ პროდუქციას. სინამდვილეში მისი ბიზნესის უმეტესობა ხორციელდება სხვა ბრენდებისა და გამყიდველების მეშვეობით, რომლებიც თავიანთ პროდუქტებს პლატფორმაზე ყიდიან და მას ეკრნობიან, რათა რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე მილიონობით მომხმარებელთან დაკავშირება შეეძლო. ერთი შეხედვით, ეს კომპანია აშკარა სამხედრო სამიზნედ არ გამოიყურება. მაგალითად, გადახედეთ Wildberries-ის მთავარ გვერდს და ალბათ ნახავთ რეკლამებსა და პროდუქციის ჩამონათვალს, როგორიცაა სასკოლო ნივთები, ქალის გაბები და ბავშვთა პროდუქტები. თუმცა თუ უფრო ღრმად ჩახედავთ, გამაფრთხილებელი ნიშნები იწყებს გამოჩენას. რადგან ეს პლატფორმა მხოლოდ უვნებელ სამომხმარებლო პროდუქტებს არ ყიდის, ის ასევე ყიდის ნივთებს, რომლებსაც აშკარა და ნათელი სამხედრო დანიშნულება აქვთ. ასეთი ნივთებია ტყვია გაუმტარი ჟილეტები, ტანის ჯავშანი, ჩაფხუტები, რადიოაპარატურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და დრონების კომპონენტები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ Wildberries-მა სცადა ომში საკუთარი მონაწილეობა შეელამაზებინა და თავის პოლიტიკის დოკუმენტებში აცხადებს, რომ სამხედრო დანიშნულების იარაღს არ ყიდის, ის მაინც აქტიურ როლს ასრულებს კონფლიქტში. რადგან Wildberries-ის ვებგვერდს მხოლოდ ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეები არ იყენებენ, როცა რამე სურთ იყიდონ. რუსი ჯარისკაცებიც ზუსტად იგივეს აკეთებენ. ომის ადრეული ეტაპებიდან 2022 წელს დღემდე კრემლის ჯარები Wildberries-ს მიმართავენ, როცა დამატებითი მარაგი სჭირდებათ. როგორც პაվել ლუცინი, ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი განმარტავს, რუსეთში ოფიციალური პროცედურები ძირითადად მხოლოდ იარაღის შესყიდვას მოიცავს, ამიტომ სამხედრო ნაწილებსა და ცალკეულ ჯარისკაცებს ბევრი რამ საკუთარი ხარჯებით უწევთ შეძენა. უნიფორმები, საკვები, ბენზინი, ელექტროგენერატორები, დრონები, ავტომობილები, მოტოციკლები, სათადარიგო ნაწილები. აი რატო არის შესაძლებელი საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო საქონლის შეძენა Wildberries-ზე? ამიტომაც გახდა Wildberries სამართლიანი და ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის. რადგან ის არ არის მხოლოდ მეგობრული სამომხმარებლო ბაზარი, როგორც თავს გვაჩვენებს. ეს არის უზარმაზარი ფართოდ გადაჭიმული სამხედრო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც აწვდის რუსი ჯარისკაცებისთვის აუცილებელ აღჭურვილობას, რაც მათ ოპერაციების უფრო ეფექტურად ჩატარების საშუალებას აძლევს და უკრაინელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. კიევის მეთაურებმა ეს გააცნობიერეს. მათ ასევე გაიგეს, რომ ომის მოგების საუკეთესო შანსი არ იყო ფრონტის ხაზზე რუსულ ძალებთან პირდაპირ დაპირისპირება, არამედ მტრის მომარაგების ხაზების გაწყვეტა და მათი ლოგისტიკის პარალიზება. ბურის საწყობები ამ ლოგისტიკის ნაწილი იყო, ამიტომაც ისინი უნდა დაეცვათ.
ეს გვაბრუნებს 18 ივლისის მოვლენებთან, როდესაც უკრაინამ გადაწყვიტა თავისი სისულ უფრო ეფექტური შორმანძილზე დართმების კამპანია სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. კიევის ძალებს უკვე განხორციელებული ჰქონდათ მრავალი წარმატებული დართმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სატრანსპორტო კვანძებსა და სამხედრო ქარხნებზე. მას შემდეგ, რაც უკრაინამ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო Wildberries-ი მტრის ჯარებისთვის, გადაწყვიტა კომპანიის საწყობები უმთავრეს სამიზნედ ექცია. დრონების ჯგუფები უკრაინის ტერიტორიაზე შეიკრიბა და იქიდან გაუშვეს, რათა საზღვარი გადაელახათ, ხანგრძლივი ფრენა დაეწყოთ და რუსეთის საჰაერო სივრცეში შესულიყვნენ. ეს ჩვეულებრივი დრონები არ იყო. ბევრი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მხოლოდ რამდენიმე წუთის ფრენისთვისაა განკუთვნილი, სანამ სამიზნეს მიაღწევს. ამ დრონებს ბევრად უფრო დიდ ხანს უნდა ემუშავათ, რომ ასობით მილი გაევლოთ და ყველაზე დიდ და დატვირთულ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დასცემოდნენ. წლების განმავლობაში უკრაინას უბრალოდ არ ჰქონდა მსგავსი ტიპის თავდასხმების განხორციელების ტექნოლოგია, თუმცა 2026 წელს მას უკვე გამორჩეული დრონების არმია ჰყავს, მათ შორის ისეთი მოდელები, როგორიცაა Firepoint FP-FP1. FP-FP1-ის შეუძლია თითქმის 1000 მილის დაფარვა და 120 კილოგრამამდე საბრძოლო კობინის გადატანა. FP-FP1-ები ასევე აღჭურვილია ინერციული და სატელიტური დამიზნების სისტემებით, რათა მიზნამდე ზუსტად მიაღწიონ. მათ არის შთამთქმელი ჯავშანი, რათა თავიდან აიცილონ აღმოჩენა და ელექტრონული საწინააღმდეგო ზომები, რათა გაუმკლავდნენ რუსულ ჩამქშობებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური უპილოტო საფრენი აპარატები, რაც კიოდესმე შექმნილა და 18 ივლისს. მათგან რამდენიმე დაფრინავს ტამბოვისა და ელექტროსტალის თავზე. ორივე ეს ადგილი ერთი რამით არის ცნობილი. ორივეგან მდებარეობს დიდი Wildberries-ის სადადისტრიბუციო ცენტრები. ღამით, სიბნელის საფაში დრონები თავიანთი მოგზაურობის საბოლოო ფაზაში შედიან. უკრაინელი ოპერატორები უსაფრთხო მანძილიდან ასობით მილის მოშორებით აკვირდებიან, როგორ უახლოვდებიან მათი უპილოტო აპარატების სამიზნეებს. ომი ახალი ფაზის დაწყების წინაშეა. პირველი დრონი სამიზნეს ეჯახება, რის შედეგადაც ტამბოვში დიდი აფეთქება ხდება. საწყობი, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, ერთდროულად 54 მილიონი პროდუქტის შესანახად საკმარისი სივრცე აქვს. მალე კიდევ ერთი დრონი აფეთქდება, კიდევ ერთი ცეცხლოვანი ბურთი ჩნდება ელექტროსტალში. იგივე სიტუაცია მეორდება, როცა რამდენიმე დრონი ერთდროულად ურტყამს. Wildberries ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც 360,000 კვადრატმეტრზე მეტ ფართობზეა გადაჭიმული და 8000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ადგილობრივი მცხოვრებლები საწოლებიდან წამოხდებიან და ფანჯრებთან გარბიან, რათა გადაიღონ მომხდარი ქაოსი, იღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც სწრაფად ავრცელებენ ინტერნეტში. კადრებში ჩანს, როგორ იწყებს უზარმაზარი შავი კვამლი მათი ქალაქების ცის დაფარვას და როგორ ინგრევა საწყობების კედლები ცეცხლის ძლიერი სიცხისგან. როგორც საწყობებში, ისე მიმდებარე ობიექტებზე. ღამის ცვლის მუშები გასასვლელებისკენ გარბიან, როცა ქაოსი და პანიკა იფრქვევა ჰაერში. ზოგიერთს გზას უღობავენ გულქვა ზედამხედველები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, სახანძრო სიგნალიზაციის ჩართვას, ან ევაკუაციის გამოცხადებას ბოლო წამამდე არ თანხდებიან, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მოგება, ვიდრე მუშების სიცოცხლე. ამ მიდგომის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა უმეტესობა ცოცხალი ტოვებს საწყობებს, იგივე ვერ ითქმის ყველა მათგანზე. თავდასხმების შემდეგ რუსი ოფიციალური პირები რამდენიმე დაღუპულსა და ათეულობით დაშავებულზე საუბრობენ. მაშინ როცა Wildberries-ის აღმასრულებელი დირექტორი ტატიანა კიმი Telegram-ზე რეაგირებს თავდასხმებზე და წერს: საშინელი ღამე, საშინელი მოვლენები, ჩვენი კომპანიისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ტკივილი სიტყვებით გადმოსაცემი არ არის. უკრაინის დრონების ძალების მეთაური რობერტ ბროვდიკი განსხვავებულ მოსაზრებას აზიარებს. ეს ეხება იმ ილუზიის წამებში განადგურებას, თითქოს მორჩილი მოსახლეობა აგრესორის სახელმწიფოს მშვიდობიან და კომფორტულ ცხოვრებაშია. დართმა მიადგა იმპერიული პატრიოტებისა და პუტინის მხარდამჭერების კომფორტის ზონის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ივლისის 20 თამბოვის ცაზე კვამლი გაიფანტა, ელექტროსტალში მთვერი ნელ-ნელა ჩაცხრა. მაგრამ რუსეთი უკვე აღარ არის იგივე. ქვეყნის მოსახლეობას ომის შედეგების სრულიად ახალი გზით მოუწია ეკცნო. ბევრი ვაჭარი და ბიზნესის მფლობელი Telegram-სა და სხვა ონლაინ პლატფორმებზე თავიანთი გასაჭირის შესახებ წერს. ხსნის, როგორ დაიწვა მათი საქონლის დიდი ნაწილი 18 ივლისის თავდასხმების დროს. და მას შემდეგ, რაც Wildberries-მა ჩუმად განაახლა თავისი პოლიტიკა და მოხსნა ფინანსური პასუხისგებლობა რაკეტული დარტყმების ან დრონების თავდასხმების დროს დაკარგული ან დაზიანებული საქონლისთვის, კომპანიას აღარ აქვს ვალდებულება, რომ ამ ბიზნესებს რაიმე სახის კომპენსაცია გადაუხადოს. მაგრამ კომპანიას მაინც უზარმაზარი ხარჯები და შეფერხებები აქვს. ექსპერტების შეფასებით, ეს შეიძლება დაუჯდეს 35.8 მილიარდ რუბლამდე, ანუ 447 მილიონ დოლარამდე. დაზიანებული ობიექტების შეკეთება. ეს თანხა იმდენად დიდია, რომ Wildberries-ის სადაზღვევო კომპანიები მას სრულად, დიდი ალბათობით ვერ დაფარავენ. კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში დიდი წარმატებითა და დომინირებით სარგებლობდა რუსეთის საცალო ვაჭრობის სექტორში, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დგას. და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკრაინული დრონების კიდევ ერთი ჯგუფი რუსეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ეს უბრალოდ მორიგი ჯგუფი არ არის, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია აქამდე. დაახლოებით 400 დრონი სხვადასხვა ადგილიდან უკრაინის მასშტაბით აფრინდა და სწრაფად მიემართება სამიზნეებისკენ. ზოგი სამხრეთისკენ, აზოვის ზღვისკენ მიემართება, სადაც მათ შეუძლიათ სამიზნე დაიღონ და გაანადგურონ რუსეთის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის რამდენიმე გემი, რომლებიც ნავთობს, მარცვლეულს და სხვა რესურსებს გადაზიდავენ.
თუმცა ამ დრონების დიდი ნაწილი პირდაპირ რუსეთის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს, მოსკოვის რეგიონს მიემართება. როდესაც ისინი ქვეყნის დედაქალაქს უახლოვდებიან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის რგოლები აქტიურდება. რადარის ეკრანები მოულოდნელად ათობით მოციმციმე ნათურით ინთება, როდესაც სარაკეტო სისტემები ამოქმედდება. მაგრამ დრონები ძალიან პატარაა, ძალიან სწრაფი და ძალიან ბევრია იმისთვის, რომ რუსეთმა გაუმკლავდეს. ზოგი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ბევრი აგრძელებს გზას პოდოლსკის ქალაქისკენ, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც 40 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. იქ ისინი იყოფიან. ზოგიერთი ადგილობრივ ნავთობს აცავს ესხმის თავს, სხვები კი ახლომდებარე კოლოდინოს რაიონში კიდევ ერთ Wildberries-ის ობიექტს მიემართებიან. კომპანიის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სადისტრიბუციო ცენტრი კიდევ ერთხელ მალე დაიწვება. ადგილობრივი რუსები შუაღამით იღვიძებენ, როცა აფეთქებების ხმა გარშემო ისმის. სანამ ზოგი თავშესაფარს ეძებს, სხვები ტელეფონებს იღებენ და ქაოსს იღებენ. როცა დარტყმები, აფეთქებები და ხანძრები Wildberries-ის ობიექტზე იწყება, უზარმაზარი მარაგი ფერფლად იქცევა. ყველაფერი სამხედრო დანიშნულების არ არის, მაგრამ უკრაინას არ აქვს საშუალება მხოლოდ სამხედრო პროდუქცია მოიხჩიოს სამიზნედ. რადგან Wildberries ასეთი ფართო ასორტიმენტის საქონელს ყიდის, კიევის სარდლებს საუკეთესოდად და ფაქტობრივად ერთადერთი ვარიანტი აქვთ. დაარტყან ყველას აწყობს და ამით კომპანიას მკაფიო გზავნილს უგზავნია. მისი ჩართულობა ომში აღარ იქნება მოთმინებული და მისი აქტივები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, სანამ ის გააგრძელებს ისეთი ნივთების გაყიდვის ხელშეწყობას, რომლებიც კრემლის საოს საომარ მანქანას ამუშავებს. როგორც სერჰი კუზანი, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე განმარტავს, Wildberries-ზე დარტყმის მთავარი მიზეზი ეს არის. საწყობებზე დარტყმის მიზანია რუსული ლოგისტიკის და ორმაგი დანიშნულების საქონლის, კრიტიკული ელექტრონიკის, სანქცირებული საქონლის და მსგავსი ნივთების მიწოდების შეფერხება რუსული არმიისა და რუსი იარაღის მწარმოებლებისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რაზეც აქ საუბარი. ამ თავდასხმებით უკრაინა ომს რუსი ხალხის სახშიც შეობს. ეს მათ აძლევს მცირე წარმოდგენას იმაზე, რაც უკრაინელებს წლების განმავლობაში მოუწიათ რუსული აგრესიის გამო. წლების განმავლობაში უკრაინელებს უწევდათ ეყურებინათ, როგორ იწოდა მათი სახლები. მათ საკუთარი თვალით უნახავთ, როგორ იქცა საავადმყოფოები, სკოლები, სახლები, ეკლესიები და კულტურული ძეგლები ნანგრევებად. რუსეთის დაუნდობელი, შეუბრალებელი თავდასხმების შედეგად, ხმების შედეგად. ბევრმა ნახა, როგორ დაიწვა მათი ბიზნესი, ან მოუწიათ იმ ადგილების დატოვება, სადაც გაიზარდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ. ეხლა ბოლოს და ბოლოს უკრაინა იმ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია მტერს იგივე ზიანი მიატენოს, მაგრამ ის არ მოქმედებს ისე, როგორც რუსეთი. უკრაინას არ სურს ომის დანაშაულების ჩადენა, სკოლების დაბომბვა და საცხოვრებელი შენობების მიწასთან გასწორება. ამის ნაცვლად უკრაინა სურს ყურადღება გაამახვილოს სამართლიან და რეალურ სამიზნეებზე. ამავე დროს გაგზავნოს გზავნილი, რომელსაც რუსული საზოგადოება ვეღარ დაიგნორებს. მესიჯი, რომელიც შესაძლოა ბოლოს და ბოლოს მეტ ადამიანს უბიძგებს, რომ აღდგეს და აჯანყდეს მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მართავს მათ. ეს მესიჯი აქედან მხოლოდ უფრო ხმამაღალი გახდება. 22 ივლისი. უკრაინა უარს ამბობს შეტევების შემცირებაზე. ამის ნაცვლად ის გადაწყვეტს რუსეთს კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს და არა ერთ, არამედ ორ სხვადასხვა Wildberries-ის ობიექტს დაარტყას იმავე დღეს. კიდევ ერთხელ, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმის დრონები უკრაინის ტერიტორიიდან აფრინდებიან, პილოტებისა და საკუთარი შიდა ნავიგაციის სისტემების მეშვეობით. საზღვარს გადაცილებულები მიემართებიან თავიანთ სამიზნეებზე. ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთით კრასნოდარისკენ მიემართებიან. რუსეთის კრასნოდარის მხარის ყველაზე დიდი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია და პატარა ქალაქ ნევენომისკი, სტავროპოლის რეგიონში, დაახლოებით 150 მილიით, უფრო აღმოსავლეთით. ამ ქალაქებს ზომითა და გარეგნობით ბევრი საერთო არ აქვთ, მაგრამ ორივე მათგანი იმ 200-ზე მეტ ლოგისტიკურ ჰაბს შორისაა, რომლებზეც Wildberries-ი ეყრდნობა თავისი, რუსეთის მასშტაბით და საერთაშორისო ოპერაციების უზრუნველყოფად. ეხლა, როცა კომპანიამ გააცნობიერა, რომ მისი საწყობები სამხედრო სამიზნეებად იქცა, მან მაინც გააუმჯობესა ამ თავდასხმებზე რეაგირების უნარი. როგორც კი უკრაინის დრონებს დააფიქსირებენ, განგაშის სიგნალი ისმის, რაც ორივე ობიექტის მასობრივ ევაკუაციას იწვევს. თანამშრომლები გასასვლელებისკენ გარბიან, როცა უპილოტო საფრენი აპარატები ახლოვდებიან და რამდენიმე წამში პირველი დარტყმა ხდება. უკვე ნაცნობი და აშკარად გასარჩევი დრონის საბრძოლო კობინის აფეთქების ხმა კილომეტრებზე ისმის, როცა კრასნოდარის ობიექტზე ძლიერი ხანძარი ჩნდება. ნევინომისკში საწყობებიც ცეცხლში გაეხუია, რადგან რამდენიმე დრონი დაეცა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები სწრაფად მიდიან ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებულია. კიდევ ერთხელ, რუსეთის საჰაერო თავდაცვა არასაკმარისი აღმოჩნდა და Wildberries-იც უძლური აღმოჩნდა, რომ თავისი გამყიდველის მარაგი უკრაინის რისხვისგან დაეცვა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარტყმას ზეიმობს და აღნიშნავს, რომ ორივე ჰაბი მონაწილეობდა რუსეთის არმიისთვის დრონების კომპონენტების, სანავიგაციო აღჭურვილობისა და სხვა ტექნიკის მიწოდებაში. უკვე მეორე დღეს, 23 ივლისს, ახალი ცნობები ვრცელდება Wildberries-ზე კიდევ ერთი დარტყმის შესახებ. ამჯერად პატარა სოფელში, ვორონეჟის მახლობლად. უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 105 მილში. უკრაინის მრავალი დრონის მოქმედების არეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდასხმა ნაკლებად სერიოზული იყო, რადგან მნიშვნელოვანი ხანძარი არ გაჩენილა, Wildberries-ის საწყობის სახურავზე მაინც შეინიშნებოდა ხვრელები, რაც მიუთითებს, რომ დრონებმა წარმატებით შეაღწიეს შენობაში და შესაძლოა დააზიანეს ან გაანადგურეს შიგნით არსებული მარაგი. 24 ივლისს უკრაინის საცალო ობიექტებზე შეტევები კვლავ გაგრძელდა. დრონები გაემართნენ რუსეთის მეორე უდიდეს ქალაქ სანქტ-პეტერბურგისკენ, სადაც მდებარეობს რამდენიმე უზარმაზარი Wildberries-ის ლოგისტიკური ჰაბი, მათ შორის შუშარის სადისტრიბუციო ცენტრი, რომელიც 100,000 კვადრატმეტრზეა გადაჭიმული. უჩინა ზაუდის ცენტრი, რომელიც Wildberries-ის გამყიდველებისგან უზარმაზარი რაოდენობის საქონელს ამუშავებს. და კრასნიბირის კომპლექსი,
რომელსაც კომპანია აქტიურად აფართოებს, რათა თავის პლატფორმაზე გაკიდული ყველაზე დიდი და მძიმე ნივთების დამუშავება შეძლოს. ამ ობიექტებში ყოველდღიურად ასობით ათასი Wildberries-ის შეკვეთა მუშავდება და უკრაინა აპირებდა მათ ღამით, შუაღამით დაეცვა, როდესაც უკრაინული დრონები ქალაქის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. სანქტ-პეტერბურგი რუსეთის ერთ-ერთი უკეთ დაცული რეგიონია მისი ზომის, მოსახლეობისა და კულტურული მნიშვნელობის გამო, მაგრამ მას მაინც არ ჰქონდა საკმარისი თავდაცვა ამ იერიშის შესაჩერებლად. ზოგი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მაგრამ ბევრმა გააგრძელა გზა, მათი დამახასიათებელი ბზუილი ადგილობრივ მოსახლეობას გამოაღვიძა საწოლებიდან, როცა ისინი Wildberries-ის საწყობებისკენ მიემართებოდნენ. მოულოდნელად ქალაქში მრავალი აფეთქების ხმა გაისმა, რამაც შოკური ტალღები გაავრცელა მთელ ქალაქში, როცა შუშარისა და უჩინა ზაუდის კომპლექსებში რამდენიმე საწყობი დაიცვა. მოსახლეობამ სცენა გადაიღო, როცა ალი ცას წვდებოდა და კვამლის სვეტები ღამის ცის ვარსკვლავებს პარავდა. რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ დრონებმა კვლავ დაარტყეს სანქტ-პეტერბურგს. ქალაქის აეროპორტმაც ოპერაციები შეაჩერა, რადგან ხანძრები მძვინვარებდა. და თუ Wildberries-ის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ იმ ღამით უკრაინის ერთადერთი სამიზნე სანქტ-პეტერბურგი იყო, ძალიან შეცდნენ. რამდენიმე საათში დამატებითი დარტყმები, აფეთქებები და ხანძრები დაფიქსირდა ლოგისტიკურ ჰაბ თვერში, სადაც ჰაერის სქელი კვამლითაც აივსო. და ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში, სადაც ასევე ოპერირებს Wildberries-ი. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს მინიმუმ 9 Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს სამხრეთ რუსეთიდან ჩრდილოეთ ლენინგრადის რეგიონამდე. მათ გაანადგურეს მილიარდობით დოლარის ღირებულების მარაგი და დააზიანეს დაახლოებით 542,000 კვადრატული მეტრი საწყობის ფართობით, რაც Wildberries-ის საერთო მოცულობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. მათ უამრავი ბიზნესის მფლობელი დატოვეს გაღიზიანებისა და რისხვის მდგომარეობაში. ბევრმა კი ეს რისხვა ქვეყნის ხელმძღვანელობისკენ მიმართა. ომის გაგრძელებისთვის, რომელსაც აშკარად ვერ იგებენ და იმისთვის, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას. რაც მთავარია, უკრაინის თავდასხმებმა ასევე პარალიზება მოუხდინა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო ლოგისტიკურ ქსელს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჭრილში მოქმედებდა. ზედაპირზე თითქოს უბრალო ონლაინ ბაზარი იყო, მაგრამ ფარულად სამხედროებს საშუალებას აძლევდა შეეძინათ ყველაფერი. დრონების კომპონენტებიდან დაწყებული, ჯავშანჟილეტებით დამთავრებული. ამის გაკეთებით უკრაინამ კიდევ უფრო გააღრმავა მომარაგების ჯაჭვის კრიზისი, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალები აწყდებიან. დღეს კრემლის ჯარისკაცები უკვე იტანჯებიან დაბალი ხარისხის აღჭურვილობით და საჭირო მარაგების მოპოვების სირთულეებით. Wildberries-ზე დარტყმები ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რაც საშუალო რუსი ჯარისკაცისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს და მოსკოვის გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. შევხვდებით შემდეგ ბრძოლაში.